მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო. კეთილი იყოს თქვენი შემოგბრძანება კიდევ ერთხელ ჩემს ვიდეოზე. ეხლა ამოვიღე ორი დასტა. ორივე ნათელია, ერთი არის The Light Source ნათელი ნათელმხილველების და მეორე არის The Lucid Dreams. ესეც მზის დასტა და ითვლება ნათელ დასტად. და აი ამ ორიდან უნდა ამოერჩიოთ ერთ-ერთი, ან რა ვიცი, უყუროთ ორივეს და იმის მიხედვით სხვადასხვა ენერგიების დასტებია და რომელი რა ინფორმაციას მოგვაწვდის და რომელი რეზონირდება, თქვენ გადაწყვიტეთ. აუცილებელი პირობაა ლაიქი, კომენტარი და თუ გაგიჩნდებათ კიდე რამე კითხვა, რამე თემასთან დაკავშირებით მომწერეთ, რომ გადავიღოთ თქვენთვის ვიდეოები. აბა თქვენ იცით, ეხლა დავიწყეთ. ჩემი არხი და კონტენტი არის პიროვნებებზე, ურთიერთობებზე და ასე შემდეგ. რაც თქვენ ყველაზე მეტად გაინტერესებთ, მაგრამ ამ შემთხვევაში კითხავთ ცოტა უფრო აი მრავალფეროვანი ადამიანი ვარ და მიყვარს მრავალფეროვნება და ზოგჯერ ხო არის რომ რაღაცა სხვა რაღაც სიტუაციებიც გვაინტერესებს, არა? ამ შემთხვევაში თვითონ კარტი იძლევა ხოლმე ძალიან დიდ ინფორმაციას ამაზე, იმაზე, მაგრამ თქვენ კონცენტრირდით, აირჩიეთ და აეხლა გურუ რინპონჩე პადმასაბხავას ვთხოვ გაგვიხსნას გონება, ვინც ეხლა უყურებს ამ ვიდეოს და მათთვის, ვინც ეძებს პასუხებს და არა აქ იქნება ეს ვიდეო. მოკლედ დავიწყეთ. პირველი არის The Light Source. ამოვიღოთ და დავდოთ. ვინ ჩაიფიქრა პირველი ვარიანტი? რას ეთყოდით ამ ადამიანს ეხლა? ნიშნულოვანს საჯარო გაშლა. დარჩით ჩემთან. ელოდებით რაღაც საქმეს, რაღაც სიახლეს, სამსახურს, ფულს, კარიერას, ახალ დასაწყისს, ცოტა ჩაკეტილობა, მოლოდინის რეჟიმია, ორი პერიოდია ხართ გაჩერებული, სტაგნაციაში, მაგრამ ყველაფერი გამოგივათ. დასტაბილურდება ეს სიტუაცია, ცოტა დრო კი გავიდა, შეიძლება გულიც გაგიცრუვდათ, მოლოდინის რეჟიმში ხართ, შეიძლება ადამიანიც არის. მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო ეხება თქვენ სტაბილურ სიტუაციას და ამოდის, რა თქმა უნდა, რაც დათესეთ, იმას მოიმკით, ანუ საბოლოო ჯამში. თუ ელოდებით, ჩემო ძვირფასებო, აი როგორც დათესავთ და როგორც მოულით, აი ესე გაიზრდება თქვენი ნაყოფი და მოიმკით. ნახოთ ეხლა პირველი ვარიანტისთვის. თქვენთვის საინტერესო ადამიანი. რა მდგომარეობაშია ახლა? ვინც თქვენ გაინტერესებთ, ხო? მე ხო არ ვიცი სახელი, ზოგადად ინფორმაციას ვითხოვ. კრიზისი აქვს. როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური დანაკარგი. უიმედობა, აპათია, ძალების გამოცვლა, განულება, სტაგნაცია. ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება ვთქვა, რომ ეს ადამიანი ყველაფერი დაკარგა და თავიდან იწყებს. მიდის იქ, სად თვითონაც არ იცის. აბარგებულია გზა.
სად მიდის ოღონდ არ იცის. თავარია გაექცეს ამ კონკრეტულ მოცემულობას, რაშიც არის. შეიძლება ქალაქიდან გადასვლა. დიახ, ბატონო, სასწორი, ანუ მერყეობს, ვერ გადაუწყვეტია, იმიტომ რომ დაგეგმილი არ აქვს საწავა. იძიებს, კითხულობს, ინფორმაციას იგებს. პარტნიორის დახმარება ჭირდება, ანუ ამ შემთხვევაში შეიძლება თქვენი. და გამოდის, რომ თქვენ უკვლევთ გზას ამ ადამიანს. ანუ გზა გაუკვალე. და იმ სტაბილურობამდე, ანუ მიყავთ, რასაც ეძებს, ანუ ვინც ეძებს, ის პოულობს საბოლოო ვარიანტში, მაგრამ თქვენ ხართ ეხლა მისი მშველელი. დიახ, ბატონო, სამყარომ გამოუგზავნა თქვენი თავი. თქვენ კი გული გაქვთ გაცრუებული. გულგატეხილი ამ ადამიანზე, შეიძლება რამე არ ვიცი რა. გაწყენინათ, ყოველ შემთხვევაში იცოდეთ, რომ ტკივილებით ვიზრდებით. ტკივილებით ვყალიბდებით, სხვანაირად არ გამოვა. უნდა დამარცხდე, რომ გაიგო რა არის გამარჯვება. კარგად შეიგრძნო და დააფასო, რომ ხარ გამარჯვებული და სამყარო კიდე შეიძლება ითქვას, შეიძლება შორს არის, შეიძლება მანძილი გაქვთ, დაშორებული ხართ, შეიძლება მიმოწერის კონტაქტია ესეთი ვარიანტიც, ну ხა მე ხო არ ვიცი ეს ინდივიდუალური გაშლა არ არის თქვენ პირადში რომ წერთ რო გეკითხებით და პასუხობთ მე უკვე შემიძლია გითხრათ ზუსტად ეხლა ამ შემთხვევაში როცა საჯაროა ბევრ მასაზე მიდის ინფორმაცია ამიტომ თქვენ ვარიანტს მოარგეთ მაგრამ ყველა შემთხვევაში აქ ამოდიხართ თქვენ საყრდენი ამ ადამიანისთვის მაშინ ნახოთ რატომ გაგიწბილად გული ამ ადამიანმა რა მოხდა ისეთი თქვენ შორის რომ გულნატკენი ხართ ამოვარდა ისევ სულელის კარტი და ისევ ანუ თვითონ კარტმა გადმოაგდო კრიზისის კარტი შეიძლება კრიზისი ფინანსური მას იმდენად რთულად გადააქვს ხო გზასთან დაკავშირებული პრობლემა იყო საყვარლობა ვნებიანი სიყვარული, თაყვანისმცემელი, მზე, სითბო და თქვენი მოლოდინი და შემდეგ გაციება, ანუ გონება, გამჭრიახი ქალი გამოხვედი თქვენ, რომელიც შორს იყურება, ელოდებოდით, ეს ყველაფერი იყო, ანუ მე ხო ვკითხე კარტს და მე მოხდა რაღაც ფინანსური პრობლემა ამ ადამიანთან დაკავშირებით, რის გამოც ეს შეგეხოთ თქვენ, ანუ ურთიერთობას, ხო? და თუ გაცივდა და რაღაც მომენტში იყო პაუზა ან გულგაცრუება, იცოდეთ, რომ ეს არის იმისგან წამოსული, ну რა თქმა უნდა, ხა, ხო? მაგრამ ეხლა უკვე თქვენ ცივი გონებით უყურებთ ის ცეცხლის ვნება იმდენად რომ ელოდებოდით ისე აღარ არის თუმცა ისევ გზა არის ანუ ისევ გზა გაკავშირებთ მაშ რით დასრულდება თქვენი ერთად ყოფნა ახლო მომავალი ამ ადამიანების რით დასრულდება თქვენი ისტორია აი ვიზეც ახლა ინფორმაცია გადმომეცით რით დასრულდება ბედი გაიხსნება ჩემო-კარგებო, 3 პერიოდი ამოდის აქაც. ეს არის ფორტუნა, დატრიალდება ყველაფერი წაღმა, ანუ კარგის მხრივ ვიძახი და შეერთება, ამოდის ოჯახი, დაგვირგვინება, ერთად ყოფნა, ხა მაინდა-მაინც წყვილ შვილებს არ გაუჩენთ ჯერ, მაგრამ ნუ ოჯახის კარტია და სტაბილურობას ნიშნავს, ერთად ყოფნას ნიშნავს, ურთიერთობის დაბალანსებას, ჯერჯერობით პოზიციების დაცვაში, ანუ ფრთხილობს რამე თუ თქვენ უფრო ფინანსურად უკეთესად ხართ ეხა ვიდრე ის, სასწორის ქვეშა აქ მთელი მისი ფინანსური სიტუაცია, ანუ არც იქით, არც აქეთ, ანუ წონის, აი ფინანსები აბრკოლებს ამ ადამიანს, მაგრამ რა თქმა უნდა, გრძნობა არის ორივე მხრიდან. სამყარო გისრულებთ იმას, რომ სამ პერიოდში შეხვდებით, მოილხენთ, დროს გაატარებთ, თუ შორს ხართ. თუ ახლოს ხართ, ნუ ისედაც შეხვდებით, მაგრამ მე აქ უფრო გზა და სხვადასხვა ქალაქები და სიშორე ამოდის და
შეხვედრა ყველა ვარიანტში გექნებათ. ალბათ საახალწლოდ სავარაუდოდ და ეს არის იცოდეთ ზემოდან, სამყაროდან. კი ბატონო, ეხლა გაურკვეველ მდგომარეობაშია და ჩაშვებულია. მაგრამ ამოდის არჩევანის წინაშე დგას, ბოლომდე არ გეუბნებათ ამ ყველაფერს, ალბათ თავის პრობლემებს არ გახვევთ და არის როგორც განდეგილი, ანუ ამ შემთხვევაში მოწყვეტილი რა, აი რო გინდა რომ მარტო იყო არავის ნახვის და ასე ვთქვათ, რომ ვერ ყვები ამ შენ პრობლემებს და უნდა ეს დაივიწყოს. ამ პრობლემებზე არ იფიქროს და ისევ აენთოს გული, ანუ თავდაცვის პოზიცია და თან ტრანსფორმაცია აქვს ძალიან დიდი, ანუ მის ცხოვრებაში ხდება გარდამტეხი, რაღაცა სამყარო ისე არ ახდენს, შემთხვევითობა არ არსებობს, რა ბიძგს აძლევს, რომ გაიარე, რაღაც ქენი, რაღაც გააკეთე, მაგრამ დაცლილია ენერგეტიკულად, თუმცა გზა მაინც ექნება. აუცილებლად ცოტა კონფლიქტური სიტუაცია ამ გზასთან დაკავშირებით, მაგრამ მაინც საბოლოოდ გამარჯვება იქნება და მიაღწევთ, ყველაფერს მიაღწევთ, ანუ ყველაფერი გამოგივათ და დაბალანსდება, თქვენი სიტუაცია დაბალანსდება. ნუ ხა რა ვიცი, ბრძოლა ეს ცხოვრება, რა გითხრათ, ჩემო კარგებო, ბრძოლა. ნახოთ ეხლა რამემ თუ შეგიშალათ, ან ვინმე მხელი, თუ იყო წინააღმდეგობა, ჩარევა. ვინმე მან რამემ თუ შეგიშალათ ხელი. აქ აჩვენებენ მარტო ფინანსურ პრობლემას, სიშორეს, დისტანციას, მანძილს. სხვა ადამიანი აქ არ ჩანს და რაღაცა წარსულის რაღაცა ტკივილ მომენტებს, ნუ უფრო სიტუაცია ჩანს სტაბილურობის დარღვევა, დაკარგვა, ანუ აი ეს არის რა. ნუ პირველთან დავამთავრე, მე მგონი ყველაფერი გასაგებია. გადავედით მეორე პოზიციაზე, ეს იყო The Light Source Tarot card, თუ მოგეწონათ ნათელი ნათელმხილველების პასუხები, დამილაიქეთ და დამიკომენტარეთ. გადავედით მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი არის The Lucid Dreams Tarot card. აი, ესე დევს. დავდებ, რომ შეხედოთ თქვენც. ნათელია ესეც და Solaris, Solielis დასტათ იწოდება. ანუ მზის ფაქტიურად. ვინ არის მეორე ვარიანტი? ვინც ეხლა შემოვიდა? მოგესალმებით მეორე ვარიანტს. აბა რას ეტყვით მეორე ვარიანტს? რა უნდა იცოდეს მეორე ვარიანტი? უნიკალური ადამიანი, გაქვთ სტაბილური სიტუაცია, პრობლემა არ გაქვთ, გყავთ მხედარი, თაყვანისმცემელი, ასე ვთქვათ. რამაც ცოტა არ იყოს აგაფორი აქად. იყო ახალი დასაწყისი, გრძნობების ამოფრქვევა, გამარჯვებული ხართ, ჩემო კარგებო. აქ ჩანს, რომ ხართ გამარჯვებული და ამოდის მზე. ანუ ფაქტიურად თქვენ ხელშია ყველაფერი, თქვენ ანათებთ, თქვენ განაგებთ, ურთიერთობა, კონტაქტი არის, მოლოდინებიც არის, ანუ მაგრამ რაღაცა აგაფორი აქაც, ცოტა ეხლა დამწუხრებული ვითხართ, თუმცა ყოველთვის იმარჯვებთ, მაგრამ აი რამ დაგამწუხრათ, ხო? აი ეს არის საინტერესო. რამ აგაფორი აქაც, რამ დაგამწუხრათ, ჩემო კარგებო. ბენსაგორო ეთმა სითხი ხუმ. სერიოზულად თან. აუ. დაანგრევა ქონიათ ძალიან დიდი. ჩაკეტილობა, დაანგრევა, შიში,
მაგრამ ძალიან ძლიერი ხართ და გაუძელი. The judgment გასამართლება. თქვენ ითხოვეთ ამ ადამიანის გასამართლება? გაგაბრაზად ძალიან. ეხლა ახალი დასაწყისი, ახალი ეტაპი გაქვთ თუ ის ანუ რაც მე ვთქვი გაიარეთ ტკივილი, გულგაცრუება, დანგრევა, ჩაკეტილობა, შფოთი, რამაც დაგიტოვათ, სევდა, ეს იყო ზემოდან. თქვენ ითხოვეთ გასამართლება ამ ადამიანის თუ ამ სიტუაციის თუ ამ მოვლენის საჯარო გაშლა, ეხლა დეტალურად ვერ გეტყვით, მაშინ პირადში მომწერეთ. აქ ამოდის რომ ხართ ძლიერი ქალი და შეგიძლიათ მართოთ თქვენი მდგომარეობა და ახალი დასაწყისი, ანუ ფაქტიურად რაღაცა დაანგრიეთ, ურთიერთობა რა თქმა უნდა. მაგრამ ეს სამართლიანი იყო, იმიტომ რომ the judgment ნიშნავს უზენაესი ძალების სამართლიანობას სამყაროში. ამიტომ დაიწყო ახალი ეტაპი და ეხლა კარგად ხართ, კარგად მიგდით, მაგრამ აი ის რაღაც, ანუ ხო იცით, რომ ესე უცებ ტოვებს მაინც თავის სევდას. ფიქრებს, რომ აი რატო დამემართა, რატო მოხდა, ანუ აი ეს რატო ამოიღეთ, რა საერთოდ დაივიწყეთ, ნეგატიური სიტუაცია გაატარეთ. მაშინ რა ახალი დასაწყისი გელით, რა ახალი გზა გელით. როგორც ძლიერ ქალბატონს, როგორც მაჩვენებენ თქვენზე. ადამიანი, რომელმაც მოვატყუათ, რომელსაც უყურებდით სტაბილურად თქვენ პარტნიორად და თქვენ იყავით იმ empress იმპერატრიცა და გქონდათ ტრონი და ასე ვთქვათ, ავსებდით მას და ყველაფერს უკეთებდით. იყო თქვენთვის, რა თქმა უნდა, თქვენი თაყვანისმცემელი პარტნიორი, მეგობარი, გრძნობა ქონდა მასაც. ლამის შეერთების კარტი ამოდის, შეიძლება ერთადაც იყავით, ან ხართ, ან ოჯახი, არ ვიცი და მოხდა რაღაც გაურკვევლობა, აქ მაჩვენებენ ტყვილი, ზურგშექცევა, კონფლიქტი, შეიძლება ღალატიც, რამაც საგონებელში ჩაგაგდოთ. მაგრამ ისევ სამყარო გეხმარებათ, იმიტომ რომ თქვენ არ ხართ ამ შემთხვევაში დამნაშავე. ისევ სამყარო დაგეხმარა, თქვენი მფარველები დაგეხმარნენ და გამოგიყვანეს ამ მდგომარეობიდან. მაშინ ეს პიროვნება ეხლა, ვინც ასე ვთქვათ, გული გატკინათ, რა მდგომარეობაშია. შანსი მიეცით მასაც? აქ აჩვენებენ, რომ მაინც გაქვთ ურთიერთობა. ეხლა თუ ოჯახის წევრია და თუ ქმარია, პარტნიორია და ამოდის, ესე ამოდის. ეხლა არ ვიცი. კი ბატონო. თვითონ აქტიურობს, ალბათ მიხვდა თავის დანაშაულს. შანსი მიგიციათ. ეს ყველაფერი ცდუნება იყო, ჩემო კარგებო. აყვა იმ რაღაცა შავბნელ ძალებს, რომლებიც ჯაჭვებით აბავენ ხალხს და აცდუნებენ. ეს შეიძლება ყველას მოუვიდეს, არა მარტო მას. და მან ეს გაათვითცნობიერა, შეიგრძნო, როგორც ჩანს და ეხლა დაალაგება უნდა თქვენთან, ისევ აღდგენა ურთიერთობის და როგორც ჩანს, შვილიც ამოდის შეიძლება. ან ყავთ, ან უნდოდა სავარაუდოდ, რომ ერთად ყოფილიყავით და შვილიც ყოლოდათ. უყვარ ხართ ამ ადამიანს და ამიტომაც აპატიეთ. კი ბატონო, და სამართლიანობის კარტი ამოდის აქაც. თქვენ გადაწონეთ და თქვენ მიხვდით რა, როგორ თქვენ სამართლიანად მოიქეცით ამ შემთხვევაში. ან გთხოვს სამყარო, რომ სამართლიანად მოექეცი და ანუ ზედმეტი ენერგიები არ მისცე, იმიტომ რომ აი ნახეთ, ზუსტად ეს change-ის კარტი ამოვიდა, რასაც აძლევ, ანუ ქველმოქმედი ნუ გახდები ამ შემთხვევაში, იმიტომ რაც იქველმოქმედე გეყოფა, გაჩერდი, ხა? იმისგანაც დაელოდე. და ეს მომენტი მოდის ახლა.
კი, ის მუშაობს, არა აქვს დასრულებული თქვენთან ურთიერთობა და ის რაც მოხდა წარსულში, მან გაუშვა იმ ადამიანმა, ანუ აქ იგულისხმება ის ცდუნება, ის რაღაც გატაცება, ის რაღაც დროებითი ვნება, ხო? ან რამე არასახარბიელო სიტუაცია, რაც უკავშირდება იმ ძალებს, შავბნელ ძალებს, მან ეს გაუშვა, იმიტომ რომ ქონდა დროებითი ლიბრი დაკარგაო, ხო? თუ რა ქვია. კი ბატონო, რამაც დააგდო. აი იმ დროებითმა რაღაც სიბნელემ ძალიან ცუდ დღეში ჩააგდო და დარდობს, ნერვიულობს, იცავს თავს მაინც, ბოლომდე თითქოს არ გეუნება და აი საქციელს დააკვირდით, მაგრამ კრიზისშია თვითონ, ანუ გამოცლილია. იმიტომ რომ იცის რომ დამნაშავეა, იცის რომ მოგატყუათ, იცის რომ გიღალატათ. თქვენ, რომელიც თვითკმარი ქალი ხართ, დავსებდით მას ყველანაირად. არა, ქალბატონებო, არა. მაინც პატიობთ, ხედავ. მაინც პატიობთ და ბოლოს მაინც რჩებით ერთად. ეხლა ეს ლავერსია, აქ არის სიყვარული, აქ არის საყვარლები, აქ არის არჩევანი. ну, ეხლა თვითონაც რა თქმა უნდა, სტაბილურად გქონდა თქვენთან ურთიერთობა და ის რაღაცა ერთჯერადი თუ დროებითი გასართობი მამაკაცებს მაინც სტაბილურობა უყვართ. ამიტომ რჩებით თქვენ, ჩემო კარგებო აგე, როგორც იმპერატრიცა, რომელსაც გაქვთ ტრონი და უფლება გაქვთ გქონდეთ თქვენი ტრონი. ასევე მოქმედება და ასევე იეროფანტი, ანუ კანონიერი ურთიერთობა. ღვთის წინაშე, სამყაროს წინაშე და ჩვენ მფარველების წინაშე. სამყაროსთვის დღეს რაც არასწორია, სამყარო ასწორებს ყველა არასწორს. დღეს მოვიდა ეს დრო, ეს პერიოდია. ამ პერიოდს გავდივართ. ყველა არასწორი დაისჯება. რა ვქნათ, ესე წვიტავს სამყარო. ჩემ მოგონილი კი არაა. რას გირჩევდათ? The Lucid Dreams Tarot Card. რას გირჩევდათ? გაძლევთ ესეთ რჩევას, თქვენ გაქვთ ძალა, შინაგანი ძალა, თქვენ შეგიძლიათ მართოთ, გააგრძელეთ, იცოდეთ, რომ თქვენი ძალით მიაღწევთ რას? The Sun, მზე და გამარჯვება, აქ ამოდის გამონათება, ყველაფრის გარკვევა და გამარჯვება. თქვენ მოიპოვებთ სრულ გამარჯვებას, იმიტომ რომ მართალი ხართ, მართალი ადამიანი ყოველთვის გამარჯვებულია, მზე გამონათება, წარმატება, ძალა. აი ნახეთ რამდენი მაღალი არკანია. თვითონ თქვენ ხართ იმპერატრიცა, ულამაზესი ქალი. მოქმედება, ერთი პერიოდი. იეროფანტი, ძალიან დიდი შინაგანი ძალის პატრონი, გამარჯვებული, ზეიმობთ. მზე გამონათება. ყველგან რო ჩანხართ, ათბობთ და ხართ ისეთი პიროვნება. ყველა რო გიყურებთ და გისმენთ და ბოლოს ძალა, რასაც გსურთ. თქვენ სიმართლეში დარწმუნებული ხართ და ამიტომ ყველაფერი გამოგდით. ასე რომ გილოცავთ მეორეებო ორ პერიოდში დაიმახსოვრეთ, რასაც ელოდებოდით. აი ორ პერიოდში მოდის ის. ანუ თქვენი სურვილით სრულდება. ყველანაირად უმაგრესი კარტებია. და გჯეროდეთ იმისი, რომ სამართლიანობა აღდგება ამ ქვეყანაზე. გაუმარჯოს სამართალს. დროებით